წელის ან კისრის ტკივილის დროს, რომელიც მალთაშუა დისკის თიაქრითაა გამოწვეული, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ მინიმალურად ინვაზიური პროცედურა ნერვულ ფესვზე ზეწოლის მოსახსნელად. არსებობს ორი გავრცელებული თანამედროვე ტექნიკა პერკუტანული ლაზერული დისკის დეკომპრესია და ენდოსკოპიური დისკექტომია. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანის მიზანია ტკივილის შემცირება და დიდი ღია ჩარევის თავიდან არიდება, ისინი დისკის მკურნალობის მეთოდებით რადიკალურად განსხვავდებიან. წარმოიდგინეთ ასე. პერკუტანული ლაზერული დისკის დეკომპრესია არის არაპირდაპირი მკურნალობა, რომელიც დისკის ზომას ამცირებს, ხოლო ენდოსკოპიური დისკექტომია პირდაპირი ოპერაცია, რომლის დროსაც დაზიანებული დისკის ფრაგმენტი იკვეთება. პერკუტანული ლაზერული დისკის დეკომპრესია ხერხემლის დისკის პრობლემის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მკურნალობის მეთოდია, რომელიც ნემსის საშუალებით შეყვანილ ლაზერის სხივს იყენებს. ტერმინი პერკუტანული ნიშნავს კანის გავლით. პერკუტანული ლაზერული დისკის დეკომპრესიის დროს პროცედურა ტარდება მხოლოდ ადგილობრივი ანესთეზიით კანისა და მიმდებარე არის გასაყუჩებლად. ქირურგი რენტგენოლოგიური კონტროლის, ანუ ფლუოროსკოპიის ქვეშ ათავსებს ნემს დაზიანებული დისკის ცენტრში, ეწეპულპოზურ ბირთვში. შემდეგ ამ ნემსში თავსდება ლაზერული ბოჭკო. ლაზერი აქტიურდება და აორთქლებს დისკის გულში არსებული წყლით მდიდარი მასალის მცირე ნაწილს. ეს აორთქლება იწვევს დისკის შიდა წნევის მკვეთ შემცირებას. მიზანია, რომ წნევის ამ შემცირებამ შექმნას ვაკუუმის ეფექტი, რომელიც თავის მხრივ ამობურცულ დისკის მასალას დააშორებს ზეწოლის ქვეშ მყოფ ნერვულ ფესვს და ამით შეამსუბუქებს ტკივილს. ეს პროცედურა საუკეთესოა პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ მცირე ზომის, შემოსაზღვრული დისკის ამობურცულობა, სადაც დისკის გარე შრე ჯერ კიდევ დაუზიანებელია. პერკუტანული ლაზერული დისკის დეკომპრესიის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის განსაკუთრებით მინიმალურად ინვაზიურია. საჭიროებს მხოლოდ ნემსის ჩხვლეტას, ჭრილობისა და ნაკერების გარეშე. ასევე გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივი ანესთეზია და მას ყველაზე სწრაფი აღდგენის პერიოდი აქვს, რაც ხშირად აქტიურ ცხოვრებასთან სწრაფ დაბრუნების საშუალებას იძლევა. თუმცა მას მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარეებიც აქვს, რადგან ეს არის არაპირდაპირი პროცედურა, რომელიც ფაქტობრივად არ აშორებს თიაქრის ფრაგმენტს. ამის გამო მისი წარმატების მაჩვენებელი უფრო დაბალი და ნაკლებად პროგნოზირებადია. გარდა ამისა, პერკუტანული ლაზერული დისკის დეკომპრესია არ არის შესაფერისი მკურნალობა, თუ თიაქარი დიდია, ან თუ მისი ფრაგმენტი მოწყვეტილია, ანუ სეკვესტრირებულია. ენდოსკოპიური დისკექტომია არის მოწინავე, თანამედროვე ქირურგიული ტექნიკა, რომელიც მინიმალურად ინვაზიური ხერხემლის ქირურგიის ფართო კატეგორიას მიეკუთვნება. ეს პროცედურა ტარდება მცირე, დაახლოებით 8 მმ სიგრძის განაკვეთის მეშვეობით. ტერმინი ენდოსკოპიური ნიშნავს, რომ ქირურგი იყენებს ენდოსკოპს, თხელ მილს, რომელიც აღჭურვილია მაღალი გარჩევადობის კამერითა და სინათლის წყაროთი. ქირურგი სამუშაო არხის გავლით ათავსებს ენდოსკოპს და მიმართავს მას დისკის თიაქრის ზუსტ ადგილას, რა დროსაც კუნთოვან ქსოვილს ფრთხილად წევს გვერდზე. კამერა იძლევა ეკრანზე ხერხემლის ახლო, გადიდებულ გამოსახულებას. ეს ქირურგს პირდაპირი დეკომპრესიის ჩატარების საშუალებას აძლევს. მას შეუძლია დაინახოს ნერვული ფესვი და კომპრესიის გამომწვევი დისკის ფრაგმენტი და გამოიყენოს სპეციალიზებული ინსტრუმენტები თიაქრის ნაწილის ფიზიკურად მოსაშორებლად. რადგან თიაქარი პირდაპირ ჩანს ეკრანზე, მისი ამოკვეთა უაღრესად ზუსტია. ენდოსკოპიური დისკექტომია საუკეთესოა თითქმის ყველა ტიპის დისკის თიაქრისთვის, მათ შორის დიდი პროტრუზიების, სეკვესტრირების, ანუ მოწყვეტილი ფრაგმენტების და იმ შემთხვევებისთვის, როდესაც არაქირურგიულმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. ამ პროცედურის უპირატესობაა მისი წარმატების მაღალი მაჩვენებელი და ის ფაქტი, რომ თიაქრის ფრაგმენტი პირდაპირი ვიზუალიზაციის ქვეშ იკვეთება, რაც მღისიერად ათავისუფლებს ნერვს. ის ასევე იწვევს მიმდებარე კუნთების მინიმალურ დაზიანებას, რაც ძველ ქირურგიულ მეთოდებთან შედარებით ნაკლებ პოსტოპერაციულ ტკივილსა და უფრო სწრაფ აღდგენას განაპირობებს. მთავარი უარყოფითი მხარეებია ის, რომ ეს უფრო ინვაზიური პროცედურაა, ვიდრე პერკუტანული ლაზერული დისკის დეკომპრესია, რადგან საჭიროებს მცირე განაკვეთს და შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი ანესთეზიით, სედაციასთან ერთად, ან ზოგადი ანესთეზიით. ეს ორი პროცედურა შემუშავდა დისკით გამოწვეული ტკივილის სამკურნალოდ, ტრადიციულ ღია ოპერაციასთან შედარებით ნაკლები დაზიანებით.
პერკუტანული ლაზერული დისკის დეკომპრესია პირველი გამოჩნდა. მისი პიონერი იყო ამერიკელი დოქტორი დენიელ ჩოი და პირველად ადამიანზე 1986 წელს ავსტრიაში, ქალაქ გრაცში, დოქტორ პეტერ აშერთან ერთად ჩატარდა. მიზანი იყო ლაზერის გამოყენება, როგორც უსკალპელო ინსტრუმენტის, დისკის ზომის არაპირდაპირი გზით შესამცირებლად მისი გულის აორთქლების ხარჯზე. ეს მეთოდი მალევე დანერგეს სხვა ევროპელმა ნოვატორებმა, როგორიცაა დოქტორი ზიბერტი, გერმანიაში. ენდოსკოპიური დისკექტომია 1990-იან და 2000-იან წლებში განვითარდა, რათა გადაეჭრა პერკუტანული ლაზერული დისკის დეკომპრესიის მთავარი ნაკლი, მისი ბრმა, არაპირდაპირი ბუნება. პიონერებმა, როგორებიც არიან ამერიკელი დოქტორი ენტონი იანგი და დოქტორი სანგ ჰო ალი სამხრეთ კორეიდან, შეიმუშავეს მეთოდები მინიატურული კამერის, ანუ ენდოსკოპის გამოსაყენებლად, რათა პირდაპირ დაენახათ და ფიზიკურად მოეშორებინათ თიაქრის ფრაგმენტი. ეს მიდგომა დაიხვეწა და განვითარდა მრავალი ქირურგის მიერ ევროპაში, მათ შორის დოქტორ თომას ჰუგლანდის, გერმანიაში, დოქტორ პეტერ ვან დალეს ბელგიაში და მისტერ მო აკმალის, გაერთიანებული სამეფოში. ნებისმიერი პროცედურის საბოლოო საზომი მისი გრძელვადიანი წარმატებაა. ენდოსკოპიურ დისკექტომიას აქვს წარმატების მაღალი, ხშირად 85-95% და განმეორებითი ოპერაციის დაბალი მაჩვენებელი. რადგან ქირურგი პრობლემურ დისკის ფრაგმენტს პირდაპირ მონიტორზე ნერვზე დაკვირვებით აშორებს, ტკივილის მყისიერი და წარმატებული შემსუბუქების შანსი მაღალია. პერკუტანული ლაზერული დისკის დეკომპრესია, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად ინვაზიურია, ნაკლებად სანდოა. კვლევები აჩვენებს წარმატების უფრო დაბალ მაჩვენებელს, ხშირად 60-70%, ხოლო პაციენტებს, რომელთა შემთხვევაშიც ის წარუმატებელია, ხშირად შემდგომში მეორე, უფრო ეფექტური პროცედურა, როგორიცაა ენდოსკოპიური დისკექტომია სჭირდება. პერკუტანული ლაზერული დისკის დეკომპრესიის შემთხვევაში განმეორებითი ოპერაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე ენდოსკოპიური დისკექტომიის დროს. შეჯამების სახით, ენდოსკოპიური დისკექტომია არის პირდაპირი, ვიზუალური და უაღრესად სანდო მეთოდი მალთაშუა დისკის თიაქრების უმეტესობის ქირურგიული მკურნალობისთვის, მაშინ როცა პერკუტანული ლაზერული დისკის დეკომპრესია არის ბრმა, არაპირდაპირი და უფრო შეზღუდული მეთოდი, რომელიც საუკეთესოდ შეეფერება მხოლოდ ყველაზე მცირე და მსუბუქ შემთხვევებს.